თქვენ სრულიად ხართ მოწყვეტილი რეალობას. იმ რეალობას, რომელშიც გარდაიცვალა ბატონი შოთა თათუხაშვილი. იმ რეალობას, რომელსაც შეეწირნენ სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში ქურდულ გარჩევებს თუ ადმინისტრაციის მხრიდან წამებას. პატიმრები, კორტავა, ძველაია, ფერტენაძე, მაისურაძე, სწორედ ის გვარები არის, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში შეეწირნენ იმ სისტემას, რომლის სათავეში გახართ თქვენ და გაკისრიათ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა. არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ ჩაერევით ცალკეულ სისხლისამართლებრივ საქმეებში, ალბათ ძალიან გაუმართლებელი იქნება. ჩვენ გველის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ამ შეთანხმებას ჩვენ ხელს მოვაწერთ. მიუხედავად იმისა, თქვენს ხელმძღვანელს ჰაკიმ ფაშას თუ ბიძინა ივანიშვილს რამდენად უნდა ან არ უნდა ეს, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. მაგრამ ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას იმისა, რომ გაექცეთ პასუხისმგებლობას. ყველა ამ გამოუძიებელ საქმეზე გეკისრებათ პირადად თქვენ პასუხისმგებლობა და მაინტერესებს ასეთი დამშვიდებული და ბედნიერი სახით, როგორ გვიჩვენებთ ასეთ ფილმებს. მესმის, რომ ადამიანების დასაქმება ძალიან კეთილი საქმე არის, მაგრამ დღეს ეს არის ადამიანის უფლებებში პრობლემა? მადლობა. კმარა, ქალბატონო ჩიურა, კმარა. მე თქვენ რო გისმენთ, ძალიან გული მსყლება, იმიტომ რომ არც კანონი იცით, არც კონსტიტუცია წაგიკითხავთ, არც ის იცით, რომ მინისტრები კანონებს არ წერენ. კანონებს წერთ თქვენ. თქვენ მიეცით ხმა, აქ ვინც ხეთხართ ყველა, მათ შორის თქვენს, იმ კანონს, რომელმაც თქვა, რომ იუსტიციის მინისტრს ეკრძალება ჩაერიოს ინდივიდუალურ სისხლისამართლის საქმეში. აქედან გამომდინარე. კი, ეს იყო რეფორმა, აბა თქვენ რა მოусმინეთ. რეფორმა, რომელიც თქვენ არ გინდოდათ? თუ შეიძლება დაწყნარდით და რეფორმა ჩატარდა. ავტოჩერო, ნუ ყვირი ხართ ადგილიდან. რეფორმა თქვენს ბევრ სიტყვებად ყუება ქალბატონი თეა და მოვითხოვ რომ გაასწოროს. ნაციონალურ მოძრაობას მხარი ამ კანონისთვის არ დაუჭერეთ. გამოვთეთ მიკროფონი. რეფორმა, რომელსაც თქვენ არ ატარებდით, ჩვენ ჩავატარეთ. ჩემი წინამორბედი თქვენ მიერ იყო შექმნილი პოლიტიკოსი, გენპროკურორი, მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, გიბრძანებდათ რა კანონები უნდა მიგეღოთ, მიიჭრებოდა მაცნეში და უკვე გამოქვეყნებულ კანონებს ხელით ასწორებდა. არ მითხრათ არ იყო ასეო. ხო, იმიტომ გაგეღიმათ. კი. როდესაც თქვენ აქ მიიღებდით ქალბატონო ჩიორა კანონს და მაცნე გამოაქვეყნებდა, ის შევიდოდა გაასწორებდა რაც არ მოწონდა თქვენ მიიღებულ მიკროფონი, ბატონო, თუ შეიძლება წესები თქვენი ფუნქცია იყო თუ შეიძლება თქვენი ფუნქცია იყო ნულამდე დაყვანილი. ეხლა მოგეცათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გასაქანი, რომ აზრები გამოთქვათ თავისუფლად. თორე ვინ გისმენდათ ადრე საკუთარი ხელისუფლება არ გისმენდათ. პასუხი არის ის, რომ თქვენ არ გაქვთ კანონი წაკითხული და კანონმდებლისთვის ეს არის დიდი სირცხვილი. კანონი ამბობს, რომ ეს კითხვები რაც მიდამის პასუხი გამეცით ამ საქმეებთან დაკავშირებით. მე თქვენ გაგეცით პასუხი, აქ იქნება მთავარი პროკურორი, თქვენ მას დაუსვამთ ყველა საქმეზე კითხვას და ის გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს. ხოლო პირად კონტროლზე როცა ვსაუბრობდი, ეს არის პრემიერის განცხადება, რომ მან აიყვანა თქვენი თანამებრძოლი ციკლაურის გამოძიების საქმე პირად კონტროლზე. აქედან გამომდინარე, აქ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, მას დაუსვამთ კითხვებს, მაგრამ სანამ ისინი მოვლენ, კანონი წაიკითხეთ.